ძალიან გამეჩიშალა აი მოკლედ სამწუხაროდ და ეხლა შემოვედში და აქედან დაგელაპარაკებით ცოტა-ცოტას, იმიტომ რომ იქიდან შეუძლებელი იყო საუბარი. აჰა. მაგ დავჭდიან აქტობია. აჰა. წახან მანქანაში რომ ვიყავი, მოკლედ TikTok-მა ძალიან რომ რაღაცა სახიფათო მოძრაობა ხო არ არისო. არადა დაპატიმრებულზე გესაუბრებოდით, მაგრამ მაინც მოკლედ ხო და ავდექი და შემოვედი. ადმინი არ ალექსანდრე, იმიტომ რომ თვითონ დაბლოკე და ბევრი ჩემი მეგობრები დაბლოკე. ალექსანდრე, რატო დაბლოკე ჩემი მეგობრები? და ეხლა დაბლოკილები დარჩა. შეგიძლია რომ განბლოკო? ალექსანდრე, თუ შეიძლება რომ განბლოკო. საბა, გამარჯობა. აი, მე ხოდა რას ვამბობდი? მე მეცა ალექსანდრე ძალიან საყვარელი ხარ. მარიამი და ჯავახა, ჰაი. მეგობრებო, მოკლედ. ხა ქვინი არ მომიჩნდეს, არ გადამრიოთ. ჩამქით ლაპარაკობდი თავისი. მარიამი მიყვარს. მეც მიყვარს ხალხნო მარიამი. ლევანიც დავბლოკო თვიმე. აი, ლევანი არ დაბლოკეთ და თიკო დაბლოკე ალექსანდრე. დიდი მადლობა. ვანცა ხელი დამიქნი, ედითისთვის და გამეპრანჭეო, ვაიმე. ალბათ შემთხვევ. ასე ძალიან საყვარელი გოგოა, კი, მაგრამ მუზები როგორ საშინლად ექცევიან ხალხო და როგორ ამწერებენ პასოს, ხედავთ. მუზები ექცევიან ძალიან საშინლად. რომელია თქვენი საყვარელი ყავა ხალხო? ყავა ხალხო, მე ბიზნესები ყველაფერზე რაგი გემრიელი ხრაშნა, მარილიანი, ჟავე, მწარე. გიждდები სულ რაღაცებზე, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ვერ ვჭამ. დღეში ერთხელ ხან კაპუჩინოს მივეპარები, ხან მატს მივეპარები, დღეში ერთხელ სამწუხაროდ. ესე იგი, ყველა რომ ეკითხება, იმაზე კიდევ უნდა გაქცეთ პასუხი, რომ როდემდე უნდა ილაპარაკო ჰაუსეო და როდემდეც მინდა. მინიმუმ 16 იანვრამდე ვაპირებ, რომ სულ ჰაუსზე ვილაპარაკო.
მ, დღეს აღამას მიდიხარ თუ არა ლაივზეო? რა თქმა უნდა მივდივარ, ჩემი მეგობრებიც მიყავს. განცა ჯავახა გუწფელია მარიამთან. ის ხალხო გუწფელია მართლა მოწონს მარიამ. მოწონს მარიამ. მოწონს მარიამ. მენ ეს ხოლოს უნდა ჩეს. აა მუზებზე რას ფიქრობ? ხო, მუზები არიან ჩვეულებრივი ქაჯები. ეს ჰაუსი უკვე გონიათო მაგათია. და შემოსული ტასო ახალი გოგო მიზებს გონიათ რომ აქვთ უფლება რომ ზურას გვერდით არ დასვან, დივანზე არ დასვან და სადაც ეგენი არიან იქ არ მივიდეს და ეს ჰაუსი არის სულ ერთი ოთახი არის ეს დიდი ოთახია და საძინებლებია. მარიამზე გეტყვით რომ მარიამი არის ზრდილობიანი, უბრალოდ გუშინ თუ როცა იყო გამოიყენა არაზრდილობიანი სიტყვები. კი ბატონო. ძალიან ზრდილობიანი გოგოა, მარიამი უბრალოდ ზოგჯერ გამოიყენებს ხოლმე არაზრდილობიან სიტყვებს, თორე ყოველდღიურად მარიამი მასე არ მეტყველებს. აა 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 ხალხო, ალექსანდრეს უთხარით რა როგორ მოხსნას ბლოკი ჩემ მეგობრებს. შეგიძლია მითხრათ ჰაუსის მონაწილეს როგორ მივცე ხმას. უნდა შეხვიდეთ ჰაუსის ოფიციალურ გვერდზე და მესენჯერში აკრიფოთ გეცთართით ერთდროულად. გადავნულად. გამოტოვების გარეშე. ამოგიგდებთ სამ აუთსაიდერს და თქვენთვის ასეთო აუთსაიდერს უნდა დააჭიროთ. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მარიამს. მე რა მაინტერესებს იცით? აი ამ ჰაუს ერთნაირი სხვადასხვა ნიკით შემოდიან ხოლმე თუ ბევრი სხვადასხვა არის ერთი და იგივე უჯრედობას როწოს უკვე ვცნად. ის შემოწირო ჰაუსში რა თქმა უნდა მარიამს. მემენტო მორი ისეთი სახელი გაქვს ვეც მე ვასები. ალექსანდრე დაბლოკვა იცი და განბლოკვა რატო არ იცი? მემენტო მორი მეც მომწონს. რაიმე და ხა გრებს ეს თავი. ალექსანდრე მოდი ეს უსქელები რომ დაბლოკო ძირფასო მოდერატორი ყველა ხარ ხარ. შორენა ბოჭორიშვილი არ უნდა დაბლოკო ალექსანდრე გასაკეთებ აკეთებ. შორენა
ნიკო, ძალიან მინდა გვანცა შენი პასუხი. არ ვიცი, სად რა მომწერე, ნიკო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამწუხაროდ ყველას ვერ ხსნი ყველა მოწერილს და ყველას ვერ პასუხობ. ანასტასიაზე რასაც ვფიქრობ, ვთქვი უკვე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან საშინელ დღეში აგდებენ ანასტასიას. ანასტასია გავიცანი მე ფართიზე. ლაივში ბევრად უკეთესი ბარბარე, მოდი მოდერატორად დაგნიშნავ. და ეს უძდელები, რომ დაბლოკოთ ხოლმე. ბარბარე. მეგობრები არ დაბლოკვა, აი მარტო ძალიან უძდელები fake account-ებიდან. აა კი, ძალიან ცუდ დღეში აგდებენ ახალ წელს მუსები და როგორც ეს არ არის ხალხო ბულინგი. თუ მარტო ცუდი სიტყვების გამოყენება პრობლემა, ანუ ბულინგი არ არის ადამიანს აქ არ დაჩვე, ზურგგორდით არ დაჩვე, დივანზე არ დაჩვე, იქ არ დაჩვე და როგორ საშინლად მივხსენი, ავიდე ადრე დიდი მადლობა. ლაივი არის დღეს 11 საათზე და დღეს 11 საათზე მივდივარ ლაივზე. მარტო ხო გამნადგურებელი და ვიდეოზეა საუბარი. ლორენცოსთან ერთად უნდა შეგებერვათ და დაამხობდით ყველცეს. ლორენცოს მარტო მუშაობის სტილი აქვს და ეგ არავისთან ერთად არ შეუბერავდა. ლუჩიანა, მე მგონია, რომ მარის გაჭირავენ ძალიან ცუდი. მჰმ. მახარა. ინსტაგრამზე იქნებ მომწერო, თუ გაქვს fake account-ი follower-ების გარეშე და გაუგებარი სახელებით და გვარებით და უბრალოდ რაღაცა სიმბოლებით უწერად, ასეც მოწერა საერთოდ არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი fake იწერება. სალომე, მე მგონია, რომ მარიამი ძალიან ცუდი თუ მარიამი წავა. მა არის, მის კარგად. ჩემო ახალო მოდერატორო იქნება უსტელები დაუბრალოდ. დაბალზე ისმის, დაბალზე ლაპარაკობ, იმიტომ რომ მუსიკა აქვს ჩართული. ჩემი აზრით, ნახეთ, ბონდოსთან ჩემი დამოკიდებულება იცით, ბონდომ ამოწურა თავის თავი. ბარბარე აბაშიძე, კი ბატონო, გეთანხმები მაგაში. მოდერატორ ბარბარეს ძალიან დიდი მადლობა უცხდელების დაბლოკვისთვის. ბარბარე, I love you.
იცით რა, მაინც უნდა წავიდეს ვიღაც. ამ შემთხვევაში როგორი ქორეოგრაფიც არ უნდა იყოს და როგორი დილის ვარჯიშებს და სიტყვებს არ უნდა დებდეს ბონდო, ჩემი აზრით ბონდო არის წასასვლელი, იმიტომ რომ მაგან თავის თავი ამ პროექტში ამოწურა კი არა გადაწურა. ესე იგი, მე რა მაინტერესებს, ცით, ანუ ჰაუსიდანაც გამოვედი, მაშინ დავიწყე ლაივების ჩაწერა. დაახლოებით 2 კვირა. 2 კვირა ხალხი შემოდის ყოველ ლაივზე, არ ეზარებათ, ну, თუ ადამიანი არ მოწონს, რატო შედიხარ ლაივში, ხო? შემოდიან და ყოველ დღე, ესე იგი, სავანძღავ რაღაცებს დებენ. ლიპათორია, არ ვიხლები, ზოგადად ძალიან ენერგიული ადამიანი ვარ. დაანებე თავი ჰაუს, რატო უნდა დავანებო ძალიან ვერთობი? საინტერესო იყო, კი ბატონო, 3 კვირა ვიყავი და წამოვედი, შენ რა გაწუთებს? საქმე არ გაქვს. საქმეებიც მაქვს და ჰაუსზე ლაპარაკის ვისაც იცალია. მე არ მგონია, რომ მუზებისნაირ საჯდა უზრდელ ადამიანებს უნდა ელოლიავო და არ უნდა უთხრა, რაც უნდა მე სიმართლე გითხრათ, რას უნდა სიყვარულზე მეტად, რომ კიდევ საკმარისად რატო არ ვუთხარი ის, რასაც იმსახურებდნენ. მე, როდესაც მეძახდნენ ჰაუსში ბულერს და მ, მუზექს ვაყენებსო, ტრამვასო თუ რაღაცას. შეგახსენებთ ხალხმა, რომ მუზების პაროდია გავაკეთე და მაგაზე ასახეს ერთი ამბავი. რა წერია, ვიც დააბლოკეო, თიკო აწერია, ალექსანდრე, თიკო განბლოკე თუ შეიძლება. და მუზების პაროდიაზე ატეხეს ერთი ამბავი. ჯერ რატომ და გამეკეთებინა ვინმეს პაროდია? არანაირი დაცინვა ტანსაცმლად და ის არ ყოფილა, რასაც ეგენი გონებდნენ და სპორტულად რომ მოაქვთ თავი, გავაკეთე მუზების პაროდია და მაგაზე ატეხეს ერთი ამბავი. რასაც ეგენი ხლა ანასტასიას უკეთებენ, მარიამს მივაძლევს მას რა თქმა უნდა მესენჯერიდანაც და ტელეფონიდანაც. მოვაშორე ბლოკი ალექსანდრე, ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო, ძალიან დიდი მადლობა. მმ. მმ. ხევანდელ ლაივზე ხალხმა მე მგონია, რომ ერთი ამბავი აიწერა. ხევანდელ ლაივი იქნება ძალიან საინტერესო. კახელო, სოთმებს მიხედილი მაქვს, შენ რატო შემოდიხარ, თუ ესეთი საქმიანი ხარ აქ? რას მიყურებ ყველა ლაივზე, რატო შემოდიხარ? სადაური კაპანაძე ხარ, მეც კაპანაძე ვარ, სადაური ვარ და თბილისელი. რატო არ პასუხობ სალი? სალი რა მკითხე ვერ ვხედავ და რაზე გიპასუხო ვერ ვხედავ. მის ლიდერი ჩემი აზრით ლორენცო გახდება, მაგრამ მარიამსაც აქვს შანსები, რა თქმა უნდა.
ლაივით 11 და ჩვენ უნდა ვიყოთ 10-ი. ლაივზე ვიქნები აუცილებლად. ჯავახა გაბრაზებული ამ კაცის ხოთა შორის ვეცნო მარიამსაც ველაპარაკე და მარიამიც ძალიან გაბრაზებულია. ვაი მეს ვინ არის მერტო? თუ შეიძლება რომ გავიდეთ, გამარჯობა. Where are you მე from? მგონი შევქრევთ რაღაცა სამეჭირა, რომ გახვიდეთ თუ შეიძლება. Hello, hello. რომ გახვიდეთ თუ შეიძლება. हजुर नेपाली बोल्नु თუ შეიძლება के რომ भयो के გახვიდეთ. छ खबर के छ ვაი მეს ვინ არის ხალხო? के भन्छ के भने हो हेलो के छ त एकदम ठिक छ हजुर दा हजुर कसलाई भने म कल भने उहिले के तमले उठायो भने म उठायो भने ჯავახა და მარიამი არ დაშორებულა, მარიამს ჯავახა ძალიან გულშემატკივრობს და მხარს უჭერს და ჯავახას გულშემატკივრობსაც მოუწოდებს, რომ მარიამს დაუმესიჯონ, ამიტომ არ დაშორებულან და არიან ერთად. ბარბარე აბაშიძე, გეთანხმები შესაძლებელია მარიამიც გახდეთ. საერთოდ ეს რეალიტი შოუ მაგით არის საინტერესო, რომ შეიძლება რაღაცა რო არის რისი მოლოდინიც გაქვს, შეიძლება ის არ გამართლდეს და ყოველთვის გარანტირებული გასვლა ლაივ პარასკევობით მოკლედ აუთსაიდერების გამოდან არ არსებობს. შენ დაშორდიო საქმროს, შემსაქმროზე ცალკე ლაივი უნდა ჩავწერო. თუ დაგაინტერესებთ, ეხლა მითხარით, ჰაუსზე გელაპარაკოთ თუ შემსაქმროზე. მარიამს ისეთი ვიდეო დაუდეს ჰაუსიდან, ჩემი აზრით უნდა უჩილოს. იცით რა არის ჰაუსის ორგანიზატორებს და პროდაქშენს აქვს ესეთი მიდგომა, ეს არის რეალიტი შოუ და რაც არის და როგორც არის, ასე ვაჩვენებთ. ამიტომ არ ვიცი კონკრეტულად რომელ კადრებზეა საუბარი, მაგრამ ჰაუსზე ლაპარაკი ჯობია ვიდრე ჩვენ საქმროზე, რა თქმა უნდა. ბაბიშა. სათხარ გვანცაო, აი აქ ვარ. გეთანხმებით არ იყოს სასიამოვნო და იყო ძალიან სიამოვნო მაგის ყურება. და მარიამსაც დღეს ველაპარაკე, ძალიან განერვიულებული იყო და ძალიან არ მოეწონა ეგ ამბავი. მის უნდა მოწონებოდა ხო? მარიამი არის ძალიან განერვიულებული და მელაპარაკო საერთოდ აღარ მინდა მან მისვაო, მაგრამ ანტა ძალიან დიდი მადლობა 0900 300 303
ანკა, დიდი მადლობა მარიამის გულშემატკივრობისთვის და ყველა ვიმესიჯებთ მარიამს. ანკა, მაგარი გოგო ხარ ძალიან. ყველა ვრეკავთ. აუცილებლად მარიამთან. ვემეჩავ მოვცემდება ინფორმაცია და ძალიან ბევრი მწევს, მარიამის ყოფილი დაქალები იმუქრებიანო და რატო იმუქრებიან ხალხო? ასტალავისტა, რა თქმა უნდა, მარიამს ვერავინ გაშავებს მაგით, მაგრამ პირადი შვილთი დაღროვითი გავწურავდი მაგათ. უცით რა, რეალითი შოუში პირადი სივრცე სად არის? არ ვიცი. ანკა, ვიბნატება დავუმესიჯოთ მარიამს. მე ლელუ ძალიან საზღარი გოგოა, ძალიან ბოროტი. და ლელუზე ყველაფერი რა ვთქვი, მე გვფიქრობ როგორც ვთქვი. ლელუ ხალხო იმ ლამაზ გოგოს რა საშინელი ფოტოები გადაუღო და როგორ საშინლად ჩააცანა ასეთ, იმიტომ რომ ბოროტია და ქაჯი. ლელუს ძალიან შვილს ეხლა ახალგაზრდა ლამაზი მონაწილის 19 წლის ანასტასიის მაგიტო ჩაიცვა ფართიზე ის რაღაცა შემოდგლეზილი კაბა, 7 ზომით პატარა, ყველგან უჭერდა. გეთანხმებით, ლელუ ძალიან ბოროტია, 7 ზომით პატარა კაბა რო ჩაიცვა, მეთქი ხა გასყდება ის გოგო. ანასტასიას თავიდანვე დაანახა, ხო, თავისი ნამდვილი სახე. მე მგონია, რომ ყველას დაანახა. მუსებით ძალიან ბოროტები არიან, კი. ჯავახა არ ამხნევებს მარიამს, კი ხალხო ძალიან ამხნევებს. შენ ამხელად ხალი რით ხარ დაკავებული? მე ვარ ფინანსისტი და მაქვს საგადასახადო კონსულტაციები და სერვისები. მ, ნათია. და ჰაუსets ვლაპარაკობ ხოლმე შენი ნებართვის გარეშე. რამდენსაც მინდა იმდენს. სად მუშაობ? ვარ ფინანსისტი. შენ რა ხარ ამ მომენტში? მე ვარ ვისაც მწევდა. აუ ის ლელუს ყვანჩალა დაქალები, ვაი მერტო სული არიან. ლელუ რო ამბობს ტასოზე კაცებზე ნადირობსო, ხო? არ ვიცი. თვითონ შუა პროექტში ორი კაცი ერთდროულად იშოვა, ბონდო და დიას, არ ვიცი. გარეთ კიდე რამდენი ყავს კაც მარიცის დაპარკინგებული. შურს, ვისი უნდა მშურდეს? დიასა და ბონდო რო ყავს, არა არ მშურს. ნათია ზივზივაძე, გოგო ხარ და არ გიტყვება სხვა? არა, არ მიტყვება, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ადამიანები არიან და რაც მფლობელობენ, იმას ვამბობ.
წაბრძანდით თუ შეიძლება შენი მორალური პედესტალიდან ვიღაცა ნათიას ივძივარზე. კაჯი. ძალიან ვეროტები, ვაი მე ძალიან ხალხს ნოვაიმე ვაიმე. ჯავა ხარ მინახია მე ფართის მერე, მაგრამ user შენ რამდენი კაცი ყავს ერთ ვიდეო შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? რასაპირებ ახალ წელს არის დაგეგმილი ძალიან მაგარი ივენთი, ჩემმა მეგობარმა დამპატიჟა. და იქ მივდივარ, მიყვარხარ ძალიან სესილი, მეც მიყვარხარ. მაგრამ გინდა განცა მართალია ყველაფერში. ყველაფერში თუ არა, უმეტეს ნაწილში მაინც. ნათია 42 წუთი გამარტის კარაფშტა გოგოსთან რო ლასბანდა რო რჩება მაინც მიეცი. ნათია, შენ ვინ გეკითხება მე ვის რა რჩევას მივცემ და რატო გადაწყვეტე რომ მე ვალდებული ვარ ვინმეს რჩევები დავაყარო თავზე. მეორე, ასაკობრივი სვარი რამდენი წლის თან შეიძლება იყოს მეგობრულ ურთიერთობაში, შენ რატომ იწესებ ამას? ეს მეორე. და რატომ ავალდებულებ რომ ვიღაცას რჩევები მივცე, ან ნათია, რატო გადაწყვეტე რომ ვინმეს შენი რჩევები ან ჩემი რჩევები ჭირდება? ეს ვიღაც ნათია გამოდგა და რჩევას რატო არ ეძლევ? ნათია, შენ რატო აძლევ თავს იმის უწოდებას, რომ ვიღაცას მიუთითო, რომ იმას რაღაცა ურჩიოს? ნაკერი მოიხსენით იცე, მოვიხსენი. რაიმე, თიკ ხა გითხრა. გუშინ მივედი ნაკერების ამოსახვებად და ну 10 დღე გავიდა და მივედი ნაკერების ამოსახვებად და სადაც დამადეს ნაკერები იქ მივედი და იგივე ხალხთან და რაიმე ეს ნაკერებიო ვიღაცას რა ცუდად დაუდიაო. მე ვთხარი თქვენი დადებულია ეგ ნაკერები. უი, ალბათ გვეჩქარებოდაო. მეთქი ოკ. ჩემი შვილი სწავლობს სამედიცინოს და ვიცი მაგ სფეროში რა ხდება და თუ ვეუბნები ხოლმე რომ ავად არ უნდა გავხდე. ვანს ლაივზე როდის მედიხარ საღამოს მივდივარ ლაივზე და საღამოს ლაივისთვის ძალიან მომზადებ იმიტომ რომ ყველა ჩემი მეგობარი მყავს მობილიზებული რომ დაუმესიჯონ მარიამს. 11-ზე იწყება თუ არ ვცდებით იქით 11-ზე და 10-ზე იქ უნდა ვიყოთ. ჩემი შვილი არის 20 წლის და სწავლობს სამედიცინოზე. მარიამზე არის 2 წლით დიდი. ხო, ყველა მეკითხებით, რომ ივენცე რო ვიყავი, რა ჩამწურთულე ლორენცოს კლუბში. ხახნა მე და ლორენცო დაცვი ლაპარაკეთ პარტიზე. მაგას დავტოვებ საიდუმლოდ. ჩემი და ლორენცოს გარდა მაგას ვერავენ ვერ გაიგებს. და არც ლორენცო არ იტყვის, 10 მე არ ვიტყვი, ანუ არავინ არ ვიტყვით, ასე რომ
რა ვუთხარი საიდუმლოდ ყურში და რა ჩავჭურჩილე ლორენცოს, ამას ვერ გეტყვით სამწუხაროდ. ლორენცო მის ლიდერი არ დაიხარჯოთ ყურად. ხალხო ძალიან მოსალოდნელია, მე ასაც არ მიყვებს და მოსალოდნელია, რომ ლორენცო იყოს მის ლიდერი. ძალიან ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ ლორენცო მანდ არის ყველაზე, როგორ ვთქვა, სტრატეგიული, ქარიზმატული და რა ვიცი. სამართლიანად არის ხოლმე ქმრის ლიდერი. გვანცა რატო არ არის მარიამი შოუში? პარასკევობით, მეგობრებო, როგორც ვიცით, დილიდან გავდივართ სახლში, მივდივართ ვემზადებით ლაივით, ანუ ერთი დღე არის day off-ი ჰაუსში და ვემზადებით ხოლმე ლაივისთვის, ანუ დილით გავდივართ რაღაცა თავის მოსაწესრიგებლად და ასე შემდეგ და საღამოს 7 საათისთვის უკვე მეითაფით, მოწესრიგება ყველაფერი. ბარბარე, ანუ გარეთაც ეგეთი ადამიანები არიან. ნუ ეხლა მიზები გარეთ რანაირად იქნებიან სხვანაირები და უკეთესები არ გადამრიო ეხლა მეტყოლება გაუსწორდებათ, აზროვნება გაუსწორდებათ, თუ რა გაუსწორდებათ ეხლა ორ ხაჯს. კლუბები არის თუ არა დადგმულიო, ხალხო არ არის დადგმული. და დადგმის გარეშეც როცა ორი ქაჯი და მესამე ლელუ არის სახლში, მაგათ რა თქონდათ დადგმა რაიმეს. ეხლა არის 6:20 წუთი. მე ჩემს საქმეებს პრინციპში მოვურჩი, თქვენს წაგეჭორავეთ. საქმეებს ასეთ შემიფრედე და მ, აა ნელ-ნელა წავალ ეხლა სახლისკენ. კაპუჩინო როგორ მიყვარს? ლაივზე როგორ უნდა დაესწრო? ლაივზე სწრებით შემდეგნაირად, ანუ ჰაუსის მონაწილე უნდა ჩაგწეროთ სტუმრების სიაში. პასუხს რატო არ მცემო? ჯავახაზე მეკითხები რაღაცას და ჯავახას მაგდურად პასუხს ვერ გაგცემ. იყო რას ვიცნობ ლაივში ჯერ არ იცი მივალ სახლში რამე ბრჭყალა უნდა ჩავთემ, რომ ახალი წელი მოდის. თვითო, აი ხალ ვიღაცები რომ მეკითხებით, ის იმასთან რატო დაწვა? ხალხო, ერთი წუთში. ვინ ვისთან რატო დაჭირებითი რა ჩემი საქმეა? მერე მეორე, რა თქვენი საქმეა და მესამე, მე და თქვენ ამას რატო უნდა განვიხილავდეთ? აქ ვინ ვისთან რატო წვება? უნდა და დაწვა, ხო? ანკა ლაივი იქნება Facebook-ში აუცილებლად კი. რომ ვიღაცა ერთი ადამიანი რატო დაწვა მეორე ადამიანი. ანუ და ეხლა მე უნდა ავხსნა ეგ ის იმასთან რატო დაწვა ხალხო, ვერ მივხვდი, ანუ
ლელა საშინელი ადამიანია, გეთანხმებით, კარგია რომ ხედავთ ამას. ბარბარე აბაშიძე დავაფოლოვოთ, იმიტომ რომ სხვა სამყაროდან იუსერი ქვეყნის დასანახავად უნდა დაწნენ ხალხს, რომ სხვის ქცევაზე თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას. ლუკა ბანაძე შემეტყობა ძალიან ბევრ პლუს 18 ვიდეოს ურებ. ნეცვაში ძალიან ლაზი მადი ხალხო. YouTube-ზე და Facebook-ზე მეგონი ერთი და იგივე ლაივი მიდის, ვერ გეტყვით, თუმცა ჰაუსის სოციმედიას ვკითხავ, ძალიან საყვარელი სოციმედია ყავს. რუსთა- მჰმ. იმედია ჯავახ მარიამს არ გაუბრაზდება მაგის გამო ხალხმა გრობი ხალხოდ შეიმინგს და ჯაჯმენტს და შევწყვენებს და რატო არ ვემხრობი. შეგეთ ვინც ამას აკეთებს. პირველ რიგში ქულების დაწერა და ძალიან ფეხებზური ადამიანება. მაგალითად, დაუშვათ, კიდევ ერთხელ აღსნი. მაგალითად და დავიშვათ. მე არ მომეწონა მარიამის რაყობის სიტყვაზე ვამბობ, მაგალითისთვის. ახლა საჯაროდ გამოვდგე. მარიამის ქცევებზე რამე რასისწრილია, მე ესე არ მოგცეულიყო და ეს რაღაცა მორალის პოლიცელობა დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ მე მარიამის ხარჯზე მინდა ჩემი თავი წარმოვაჩინო კაი ტიპად. ეს არ უნდა გააკეთოს არც მეგობარმა და არც ახლობელმა ადამიანმა. ჯავახა როგორც ძალიან სწორი ადამიანი, მარიამს საჯაროდ არ უნდა განუდგეს და არ უნდა იძახოს, რომ მარიამის აქციები იყო. ასეთი მარიამის ცალკე დალაპარაკება კი ბატონო. ცალკე დალაპარაკება რა თქმა უნდა. მეც დაველაპარაკები ცალკე მარიამს თუ ამის საშუალება მეკრებაზე. საჯაროდ ხო გამოვდგე მარიამის ზრდილობაზე და ქცევაზე დავიწყო აქ ჯაჯმენტი და თითის ქნება და მორალის კითხვა ძალიან ამასწრების აქციელია. მე არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებ. ბავშვები უყურებენ და წერხავს. შენი ბავშვები მოარიდე ეკრანს თუთლი რომ არ უნდა უყურებდნენ. შენი ბავშვები წაიყვანე დააწვიდე და მოარიდე ეკრანს და ნუაყურებინებ ჰაუსს. ბარბარე დაგაფოლოვე უკვე. ვინც თვლით, რომ ჰაუსში ესეთ რაღაცები ხდება ბავშვების შეუთავებელი, თქვენ ბავშვებს აყურებინებთ. შეგახსენებთ, რომ ბავშვი არის 12 წლამდე, 12-დან 18 წლამდე არის მოზარდი და 18 წლიდან არის ზრდასრული. ასე რომ 12 წლამდე ბავშვები მოარიდეთ ჰაუსს აყურებინებთ. წავედი მეგობრებო ახლა. მიხედო რაღაცა საფრთხეები მაქვს გასაკეთებელი და